საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ხო და მაღალი შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება ხორცი რა ღირსო 13 ლარიო ეუბნება გამყიდველი მაღალი კიდე პასუხობს რა ამბავე თქვენ შობელძაღლებო რა საგარეოვალი გაქვთო მაღალი დგას მიტინგზე და ამ დროს ზონდერები დაესევიან და მაგრაცემენ მაღალი წამოდგება და დაიყვირებს ვანო მოვდივარო საღამოშიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის წამყვანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ჩემი მაღალი რის მაღალია, რომ მთელი ქვეყანა არ მოიაროს. ახალ-ახალი სკოლები არ გახსნას და არ ესაუბროს პედაგოგებს საინტერესო თემებზე. თუნდაც ჩვენი კულტურის რაობაზე, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. რას ეფუძნებოდა საქართველოს გავლენა საუკუნეების განმავლობაში? ეფუძნებოდა საგანმანათლებლო და კულტურულ უპირატესობას. კელაფხაისის ტერიტორიაზე არის ქართული კულტურა, ქართული ძეგლები. იმიტომ პირველ რიგში ეს იყო უფრო მაღალი განათლების დონე, უფრო მაღალი ცივილიზაციის დონე, რომელიც შეაქვს საქართველოს. რატო არის ამ ხელა გავლენა ჩილო-კავკასიაში საქართველოს? იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით უფრო ორგანიზებულები და გქონდა უფრო ცივილიზებული ცხოვრების წესი საუკუნეების განმავლობაში. მართლაც რომ მართალია ჩემი მაღალი და ნამდვილად დიდი კულტურისა და ისტორიის მქონეები ვართ ქართველები. ამიტომ გასაკვირიც არ არის რომ ოდესღაც ჩვენი უძლებელობა ჩვენი კულტურის მაღალ ხარისხოვნებით იყო განპირობებული. დიახ, ზუსტად ჩვენი კულტურის მეშვეობით მოვიპოვეთ გავლენა ამიერ და იმიერ კავკასიაზე. თუმცა მარტო ამიერ და იმიერ კავკასია ალბათ მხოლოდ მცირედი ქვაკუთხედია ჩვენი წარსულისა. ამიტომ მოусმინოთ ჩემს მაღალს, იქნებ კიდევ გავიგოთ რაიმე კარგი. ჩემი თვალსაზრისით იგივე მედეას მითიც რეალურად ხა ჩემი კითხვა ეს, მაგრამ ხა რეალურად იასონი მართლა ამ ცხვრის ტყავის დასაღებად ხო ჩამოსულა? და არც უბრალოდ ძარცველი ხო არ იყო, ხო? ჩამოვიდა უპირატეს ცივილიზაციასთან, ამ ცივილიზაციის უპირატესობის გადაღების და შემდეგ თავისთან დანერგვის მიზნით. აჰა, ხო, აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ჩვენი კულტურით ყოფილა ნახრთოვანებულები და მაგიტომ მოდიოდნენ ურიცხვნი. აი მეც არა ვთქვი, რა დარჩენია ხა იმ უბიც და გომბიო თემურლენგს საქართველოში თქო. თურმე მაგისთვის ვიღაცას უთქვამთ, ესე იგი, ჩუმად, რომ თბილისში რომ კულტურა იშოვება, ეგეთი კულტურა არსად არ არისო და მაგიტომაც მოდიოდა. თან ფიქრობდა, ჩემ იმპერიას მარტო მაგ კულტურით თუ ავაყავებ, თორე ევროპული და ჩინური კულტურები პატენტებია და შეიძლება ქვეყანაც ჩამომეშალოს. ხო და პირველ ჯერზე რომ მოსულა, ქართველებს ცივი უარი განუცხადებიათ, მაგრამ ეგ თემურიც კარგი ჯანიანი და ჯინიანი ყოფილა თურმე. დაიჩემა, გინდა თუ არა, უნდა წავიღოთ თქვენი კულტურაო და 8 ჯერ ჩამოსულა წასაღებად. მაგრამ ამაოდ 8 ჯერმე მტკიცე უარი მიიღო ქართველებისგან. ისემეც მაგარი ვარ, ეხლა რაღაც შორს მივდივარ, აგერ 200 წელია, რაც რუსებმა ქართულ კულტურას გაუგეს გემო და მას მერე ვერადავერ შეგველიენ. 2 წლის წინაც ტანკებით იმიტომ შემოვიდნენ, რომ ეგონაც დატვირთავდნენ და გაიტანდნენ ქართულ კულტურას, მაგრამ ვერ მივართვით და მაგიტომაც ვასროლინეთ ყუდიქფა. უყოთ ისე, რომ ეს კულტურის ფარგლებს ნამდვილად არ გავცდენილი ვყავით, ხო? სადღაც ახლა ჩვენ რუსებზე მისაცემი კულტურა. ბორჯომელ პედაგოგებთან შეხვედრის დროს ჩემს მაღალს მხოლოდ ქართული კულტურის რაობაზე როდი უსაუბრია. პოლიტიკური თემებიდან დაწყებული ყველაფერს შეეხო და არც თავისი სახელმწიფო აპარატის გამართულად მუშაობის აღნიშვნა არ დავიწყნია. 900 ადამიანი გავიდა ამ გამოცდებს და რაც ჩემი დაზორვა მეუბნება, აბსოლუტურ უმრავლესობამ პირველივე ცდაზე ჩააბარა, იმიტომ რომ ეს არის მინიმალური მოთხოვნა. აი დაზვერვაც ამას ქვი. აბა ეხლა მე მყავს დაზვერვა. გადაცემისთვის ისე ვერ ვნახავ ნიუს თუ ჩიტმა არ მომიტანა ამბავი. ისე რადგან დაზვერვისგან იცის ჩემმა მაღალმა ქვეყანაში რაც კეთდება, გამოდის რომ მას ჩემ სტუდიაში წავს ვიღაცა თავისიანი. ნეტა მინ უნდა იყოს, სერგო. ჩემს ზვერავო შენა. და დაგიშავეთ ეხლა რომ ისა გზვერავ და მე ჩემს მაღალს ეუბნები ყველაფერს, ხო? ნუ თუ ერთი სიკეთე მაინც არ გახსოვს ჩვენგან სერგო. უშე ვერანო შენა და ისა ზონდერო. მაგრამ მოიცა კაცო ხა თუ ყველაფერს ეუბნები ისა რატომ საპასუხო ზომებს არ მიმართავს, ისა ჩემი მაღალი და რატომ ისა ბიჭებს არ გვიგზავნის რომ ერთი გვარიანად დაგვშეშონ და მაღალის პატივისცემა გვასწავლონ,
შეგენაცვალე სერგო ხო ვიცოდი რომ თლად ეხა ასეთი სულ გაყიდული არ იყავი ხო ეთყობა მიდიხარ და ისა ეუბნები რომ ესე იგი კარგი მაიმუნობენ რაღაცას მაგრამ მაინც შენი თაყვანისცემლები არიან ხო შეგენაცვალე შენ ხო კარგი შენ მასე გააგრძელი ხო და მანამდე მე ჩემს გადაცემას გავაგრძელებ და ჩიტებისგან მოტანილ ესე იგი ამბებს გავაშვიქებ ხო ჩემო პატარებო გიყვართ ზღაპრები საშუალო ასაკის მოქალაქეებო და მოხუცებულებო თქვენს ხომ გიყვართ ზღაპრები ხო და ახლა ერთად მოვუსმინოთ მიხეილ სააკაშვილის ზღაპრებს ის რომ დანაშაული დავძლებთ შევძლებთ სწორედ იმის ხარჯზე რომ ჩვენ ვიგზავნით რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა და პოლიციაში აღარავინ აღარ აწამებს აღარავინ აღარ ცემს აღარავინ აღარ უერთებს ელექტროსადენს გახსოვთ რომ იყო დრო როცა ქვეყანაში ერთ-ერთი ადგილი სადაც დენი იყო პოლიციის განყოფილება სად აწამებენ პატიმრებს ერთი ფაქტი მანახეთ ხელი დაადეთ და მე პირადად დღესვე გადავდგები ხო ის რომ პატიმრებს სილურჯეები აღენიშნება ცხეულზე სულაც არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც აწამებს ახლა მათ ვინმე უბრალოდ პოლიციის უფროსის კაბინეტში კარების ზღურბლი ყოფილა ძალიან დაბლა ხო და როდესაც შედიან პატიმრები სულ თავს ურტყავენ ამ ფიცარს შემთხვევით შემდეგ ბევრს იცინიან ერთად და ციხის უფროსი და პატიმარი ზმურად დაჰკრავენ ხოლმე ბეჭებზე ერთმანეთს ხელს ციხის უფროსი ეკილს და ბოსტნეულს შესთავაზებს პატიმარს აბა ვიტამინები არ მოგაკვდეს ჩემო კეთილო ხო ცოტას ისაუბრებენ საქმეზე და გამოსვლისას კიდევ ერთხელ მიარტყავს პატიმარი თავს კარის ზღურბლს ესეც მეორე ფინგალი ხო ისე დაიწყებენ სიცილს და შემოbrunდია აღარ ესე ცოტაც დარჩიო და ასე ვერ ელევა ციხის უფროსი ვერც ერთ პატიმარს და რამდენიმეჯერ შემოაბრუნებს ხოლმე კაბინეტში და ბოლოს როცა უკვე 32 სილურჯე დაუგროვდება პატიმარს სხეულზე ზედამხედველს გაყავს მისი კაბინეტი აი ამას ეძახის მაღალო ოპოზიცია პატიმრების წამებას და ახლა არ არიან ღირსები რომ მეტი გვარიანად დაარბიო ეხა მაღალ სარცალია და მიდი ვანო დაარბიე თქვენი ხმა აღარ გავიგოთ რომ სულ სამუხლით თქვენ ნაძილებო 15 აპრილის გორის საძოვრების ძალით მოხნის შემდეგ ჩემი მაღალი გამოვიდა და გადაკვირით განმარტა იმ დღეს მომხდარი ამბის რაობა არ დავინახოთ მოხლად მიწების და აბა როგორ გამოყვება ჩვენი თავი თუ გონია რომ ინდოელები და ჩინელები ჩამოვლენ მართლა არ გამოყვებავენ იმათ თავისი გაჭიროებიათ ხო და ამიტომ გაძვირდა საჭმელი ყველგან რა თქმა უნდა მიწებიც დაუმუშაოთ ხალხს შია საჭმელი პოლიტიკოსებს სწორად დიდება და პატივი ერი ხან გადაგვარების ხანაც გადმოგვარების პირასაა ომი მოგებულია და აი მთავრობის ტრაქტორი ხნავს და ხნავს საძოვრებს ხნავს ჩვენს სარჩოს ხნავს დიდებას და დაფნის გვირგვინებს ძალიან ხშირად მთავრობის ტრაქტორი ხნავს საზოგადოების ტვინსაც მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს იგი ტრაქტორო შენი ჭირიმე შოფრად გიზის ბიჭი ვანო საკუთარ ხალხს ნუღარ მოხნავ რომ ნატოში შეგიყვანო ტრაქტორო რკინის ლაბახარ დაუღალავი შრომითა არც თივაქერი გჭირდება და არც ბალახი ძოვნით ეს ლამაზად გამართული ფრაზები ტყუილად არ მithქვამს მინდა მთავრობისგან ნაბოძები ერთი მშვენიერი და იმედისმომცემი ვიდეო რგოლის ჩემეული იმედის მომხვნელი ვერსია შემოგთავაზოთ მეტი თვალსაჩინოებისთვის კი დავძენდი რომ ორივე სიუჟეტი მრავალ ჭირ გადამხდარი გორის ირგვლივ ვითარდება ტრაქტორი სააკაშვილმა მაჩუკა სოფელსა 6 თოდი 20 მიასტედი ვერ მოახნევი 6 თოდი ახლა და ვიღაც მილიონერს უხნავს ეხა ჩასთან ერთი დილა ბავშვი შენ იყო და პური არა ხოლმე წასამეთ 20 მიასტედი მაინც მოხნევი
ენა საიდან გაჩდი ბარაკია შენა это же живой слушай ему не больно да Давай так назад. ახლა აბების ეთერში რეკლამის ცილის მიღების დროა. რეკლამის ცილი ჩვენს ეთერში. საქართველოს ერთ-ერთ სოფელში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მორიგი ერჯერადი შენობის გახსნა. ღარიბი ხალხის ღიმილი, უპოვარ ადამიანთა თვალების ციმციმი, უიმედოთა იმედი, წყალწაღებულთა ხავს მოჭიდება და ყოვლის შემძლე მაღალის ყოვლის შემძლეობა. საქართველოს მაღალი, მგონი უკვე მართლა რას გვიშვება. თბილისის მერი ემზადება საპრეზიდენტოდ და დაიწყო კიდეც წინა საარჩევნო კამპანია. ტანადი გიგი დაგირიგებთ სახლებს, გაგიზრდით პენსია ხელფასებს, აგიმაღლებთ ღირსებას და დაგიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. მომავალი პრეზიდენტი, შემოხაზეთ უგულავა. ამ ოპოზიციის შემყური ადამიანის უფლებების ყოფილი დამცველი სოზარ სუბარი ძალიან მალე მგონი ყოველგვარ ჰუმანურობის საფუძვლებსა და მათზე დაშენებულ ურთიერთგაგებას მიივიწყებს და სრულიად ახალ ამპლუაში მოგვევლინება. თუ არ გჯერათ და აი ყოველივეს დასაწყისი. ალასანიასთვის მისივე განცხადებებიდან გამომდინარე ორადორი პოლიტიკოსი არსებობს საქართველოში. გიგა ბოკერია და პალიკო კუბლაშვილი და ღმერთმა მშვიდობაში მომახმაროს ორივე. 8 თვე ვიყავით ერთად და 8 თვე ვერ ვახტქმევინეთ გადაბრუნებული სიტყვა. ვერც გიგი უგულავაზე, რომელიც მისი პირდაპირ ოპონენტი იყო, ვერც მიხეილ სააკაშვილზე. ესე იგი, თურმე რა არ უქნეს? ცემეს, აწამეს, დაშანთეს, ფეხით დაკიდეს, ხელით აცოღოთ, ერთი გადაბრუნებული სიტყვა ეთქვა გიგი უგულავაზე. მიხეილ სააკაშვილზე და საერთოდ მთავრობაზე, მაგრამ შენც არ მომიკვდე? იყო ასე გაუბედურებული, დამხობილი. მთავრობაზე აუგ არ ნათქვამი და იძახდა, ძაღლც იყოს თქვენი ოპოზიციისადა და ძაღლც იყოს თქვენი რევოლუციისადაო. ბოლოს კი ხანგრძლივი ვანდალიზმით გადაღლილმა ოპოზიციონერებმა კითხეს, კი მაგრამ აბა რა საპირებ, ხა რა გეგმები გაქვს ამ მთავრობის შესაცვლელადო და ირაკლისაც უთქვამს, მე ისა თქვენსავით სისხლის მსმელი და სისხლის მღვრელი კი არ ვარ. მე მშვიდობიანად უნდა გადავაგდო პრეზიდენტი და მთავრობაო. კერძოდ კი კანონიერად და არჩევნების გზითო. ეგრე რამდენჯერმე ხომ არ მოხერხდა და ახლაც რომ არ გამოდგეს ეგეგმა კარგიო რა სიზამო. მერე ოპოზიციურ 16-იანს ჩაუყრი საფუძველს, მერე 24-იანს, მერე 22-იანს და ასე შემდეგო. ამასობაში კი ჩვენი მთავრობის წევრები დაბერდებიან, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლებიან და სულ მედამრჩება ბურთიც და მოედანიცო. და შენც რომ მოკლები ამასობაში როგორ დაგჭება ყველაფერიო. როგორ და თუ ახლავე გამომიშვებ და ამ გაზის კამერიდან არაფერსაც არ მოუკვდები და პრეზიდენტი რომ გავხდები, მიყარეთ მე კაკალი და მიმკიეთ გუნდრუკი. ასე იყო ეს პატარა, მაგრამ საინტერესო ამბავი და მოდით და ყველა ერთად დაველოდოთ ზოგიერთების სიბერეს. დავკნათ ხა ქართული ოპოზიციის გადამყიდებს სხვა გზა მართლა აღარ დავჭადა. ხო. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩლე მხარე დააკმაყოფილა და კაი ბიჭის სახელიც გაუვარდა ქალაქში. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კანონის რამდენიმე ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო. მათ შორის ადმინისტრაციულ შენობებთან მანიფესტაციების გამართვა 20 მეტრის რადიუსში. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მანიფესტაცია ხელს უშლის დაწესებულების მუშაობას. არა რა ჯონ რა. აი რაც მართალია ამ ქვეყანაში სამართალი არ დაეკარგება კაცს. ოდითგანვე ქუხთა ჩვენი სასამართლოს სახელი ევრაზიის კონტინენტს. ჩვენი მოსამართლეები ვერ გატეხა ვერც ჯალალედინმა და ვერც შაჰაბასმა, რადგან ჩვენი მოსამართლეები ოდითგანვე გამორიცხავდნენ შერჩევითი სამართლის შესაძლებლობას და ყოველგვარ ზეწოლას პირუთვნელად ითმენდნენ. ბოლო წლები გაიხსენეთ, ხო, ჯონ?
რამდენი საამაყო განაჩენი გამოიტანეს ჩვენმა მსაჯულებმა, როდესაც უცხოელებთან საუბარში, ესე იგი, სიტყვა სასამართლოზე ჩამოვარდებოდა ხოლმე, მე სიამაყით ვიხსენებ იმ სასამართლო პროცესებს. უბრალოდ ახლა არ დავასახელებ. უბრალოდ არ მინდა, ხო? რადგან არ მიყვარს ჩემს ხელისუფლებას, რომ ეწვის ხოლმე, ხო? ეს ფაქტი მძრგუნავს, თორემ მე ყველას ვუყვები ამ ამბებს, რომ აი ჩემს ქვეყანაში ასეთი მტკიცე სასამართლო გვაქვს მეთქი, მტკიცე. მართალია მე უცხოელი მეგობრები მინიმუმ ჩაინიკით მცემენ ხოლმე, მაგრამ ეს ისე სიყვარულით მოსდით, ხო? ისე როგორი ძალა ქონია ერთი ბლანჟიანი და სათვალებიანი კაცის 5 წუთიან მიმარფას, ეს ჯონ ბასი მე მგონი წინასწარმეტყველია და პირდაპირ არ გეუბნე. აი მაგალითად მოსემ ხომ გადააქცია ნილოსის სისხლად. და ჯონ ბასმა საკონსტიტუციო სასამართლოს გამოატანინა მოსარჩლე მხარის გამამართლებელი განაჩენი. აი ხა რითია ჯონი მოსეზე ნაკლები. მოსეზე ნაკლები სასწაულ მოქმედ. არც არაფრით, მაგრამ ჯერ სათხარ. თავარი სასწაული ჯერ წინ გველოდება. გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები, ხო? აი მაგასაც რო ჩაატარებინებს, ჩემ მაღალს. და მე ნუგზარ ციკლაურს ტაშს რომ აკრევინებს, მე ყველანი ერთად ვაღიარებთ მის არავქვეყნიურ ნიჭს. ხალხო, ტანაც ებრძვიან. ხალხო სიკეთეს ებრძვიან. ხალხო გიგი უგულავას ებრძვიან, ხალხო. ყოფილი ზარიავასტოკას შენობის ნგრევა გააპროტესტეს ქრისტიან დემოკრატებმა. საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ 2007 წლამდე ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედიოდა და 2007 წელსვე თბილისის მერიამ სიიდან ამოიღო და მფლობელობაში გადასცა კომპანია კას, რათა იქ სავაჭრო ცენტრი გაეხსნათ. გაბუნიას განცხადებით შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ქდმ გიგი უგულავას წინააღმდეგ. აი, რა დრო დადგა. ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით თვით გიგი უგულავას ებრძვიან. თქვენ თუ სააკაშვილის მომხრეები არქეთ, მაშინ საიდან მოგივიდათ ახლა თავში, რომ ჩემს გიგით დაუპირისპირდეთ? ნამდვილად სააკაშვილის დავალებით მოქმედებენ ქდმ-ელები. და აბა ერთი ნახეთ, გიგი რა დიადია, რომ ამ პროვოკაციაზე ხმას არიღებს. რამდენი ებრძვის, რამდენ ბინძურ ჭორს უგორებენ და ის ითმეს ვიდრე პრეზიდენტობამდე. ის მაინც იცით ვის ებრძვით? იცით? ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ახალი ეტაპი დედაქალაქის მერმა დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო. ქალაქის მთავრობამ პროექტის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ახალი ეტაპი დაიწყო. მე ვეუბნები მშენებელს, ნებისმიერ მშენებელს, მობრძანდით პროექტის შეთანხმებასთან ერთად, აი თქვენ გაქვთ მიწა, გადაწყვიტეთ მშენებლობა, გაქვთ ამის კომპეტენცია, კი ბატონო, შევითანხმებთ პროექტს და პარალელურად საცხოვრებელ ფართზე გიფორმებთ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას $400, რომ ვიყიდი, როდესაც დაასრულებთ თქვენ ბინას. როდესაც დაასრულებთ. აი ეგეც თქვენ დაუნახავ პოლიტიკოსებს. ხომ კარგად გაიგეთ ყველამ, რომ ჩემი ტანადი ყველას დაურიგებს სახლებს და ძველ თბილისს ახალ სიცოცხლეს შესწირს. გიხაროდეთ თბილისელებო, ჩვენ გვყავს ისეთი მერი, რომელიც ყველა სახლებს დაგვირიგებს, ხო? და აი ამ კაცს ებრძვიან ესე. ის კი არა, მე გავიგე რომ როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადავა, იმ პარლამენტარებს, რომელსაც ქუთაისში წასვლა არ მოუნდებათ, ჩემი გიგი მათ სახლებს დაურიგებს. გიგი ერთი სათხოვარი მაქვს. ჩვენს დევნილებსაც მიხედე და ნახავ რომ თელ საქართველოს მზედამთვარე შენზე ამოვა. მე დარწმუნებული ვარ რომ როდესაც გიგი პრეზიდენტი გახდება, ის ალაბრის რეზიდენციაში არ იცხოვრებს. ის გაყიდის ამ რეზიდენციას და ძველი რუსთავის ახალ სიცოცხლეს წამოიწყებს, ხო? და ასევე მთლიანად, ესე იგი, ძველი საქართველოს ახალ ნორჩ სიცოცხლეს შეძეს. და მე იძულებული ვარ რომ გავმეორდე. ნისლი ადგას მთაწმინდას, ახლა შენი ჯერია, არაფერი არ გვინდა, გიგი პრეზიდენტია, გიგია, გიგია, გიგი პრეზიდენტია, გიგია, გიგია, პრეზიდენტი გიგია. ახლა კი ჩვენს ეთერში პოლიტიკოსების ჯერია. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. ჩვენ შევძლებთ გამოვავლინოთ რისკ ჯგუფები, ჩვენ შევძლებთ მიზანმიმართულად წარმართოთ ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამები. ინდივიდუალური მიდგომა არის ზოგადად ევროპული სტანდარტი და ჩვენ ვერ გავთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენ სისტემაში. მეოთხე ადგილი.
ამერიკის მხარდაჭერის ხარისხის გაზრდა არის დამოკიდებული თუ რამდენად ეფექტიანად და შედეგიანად დასრულდება საქართველოს როგორც დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. მესამე ადგილი. მე გავაგრძელებ მუშაობას ინდივიდუალურ რეჟიმში საქართველოს პარლამენტთან, რათა ჩვენი კანონი მოვიდეს აბსოლუტურ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მეორე ადგილი. ჩვენ გვექნება სკოლები უკეთეს ვიდრე სკოლა, თქვათ, ვაკის ცენტრში და სკოლა ამსტერდამის ცენტრში. სკოლა კოპენჰაგენის რომელიმე რაიონში. პირველი ადგილი. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ჩამოდის და ინტერესდება ჩვენი რეფორმებთან. ანუ საქართველოს აღარ არის სხვის მაგალითზე აღარ სწავლობს საქართველოს. საქართველოს მაგალითზე სწავლობს ძალიან ბევრი. ეს გახლავთ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.